დღეს რაღაც ცოტანი ვართ არადა ძალიან მნიშვნელოვანი თემის განხილვა მინდა. მაგრამ მედია ჩანაწერს ნახავს. მოკლედ, იდეაში რითი შეგვიძლია დღეს დავიწყოთ. მოდი რითი დავიწყოთ და ჯერ ისე ფუნქციებთან დაკავშირებით კიდე მინდა რამდენიმე დეტალი განვიხილოთ. და შემდეგ უკვე დავიდეთ high order functions. იდეაში მოდი შევქმნი ხარ ამ ნებისმიერ ფუნქციას და ვარქო პირობითად f1 და როგორც ვიცით ფუნქციაში შეგვიძლია გადავწყვეტთ რაღაც პარამეტრები, ეგრეთ წოდებული არგუმენტები, რომლებსაც თავიდან საწყისი მნიშვნელობა არ ექნებათ, მაგრამ ფუნქციის გამოძახებისას ფრჩხილებს ჩვენ რასაც ჩავწერთ, ეს არგუმენტები მიიღებენ იმ მნიშვნელობას, ხო? მაგალითად შეიძლება იყოს num1 და num2 ფუნქციის პარამეტრებში. ეხლა ისევ მარტივ მაგალითს მოვიყვან, უბრალოდ რომ გაიხსენოთ, რაზე ვსაუბრობ და შემიძლია num1-ს მივუმატო num2. ხო, იდეაში ეხლა უბრალოდ ფუნქცია რომ გამოვიძახო კონსოლში მივიღებთ nums, იმიტომ რომ ნიშნულობას, რომელიც ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, ვუმატებთ. ფუნქცია, რომელიც ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული პარამეტრი, ვუმატებთ, ანუ undefined-ია იდეაში num1 ახლა, num2-ც undefined-ია, ამიტომაც ვიღებთ nums, undefined-ს რო ვიტესოთ, undefined-ს ვუმატებთ. მაგრამ მე თუ აი აქ ფრჩხილებში გადავცემ რამე მნიშვნელობებს, ეს მნიშვნელობები შემდეგ გადაეცემა უკვე აი ამ პარამეტრებს მნიშვნელობებს. მაგალითად, პირველი ჩაწერილი მნიშვნელობა ეს შეიძლება იყოს 10. გადაეცემა მნიშვნელობად num1-ს. ანუ num1-ის მნიშვნელობა ეხლა იქნება 1. და მეორე პარამეტრის სახით რასაც ჩავწერ, რა თქმა უნდა, num2-ს გადაეცემა მნიშვნელობა. ერთად შეიძლება ეს იყოს 20. და შესაბამისად num1 რადგან არის 10 და num2 რადგან არის 20, ამ ფუნქციაში num1-ს მიემატება 20 და შემდეგ მივიღებთ ამათ მნიშვნელობას. გამარჯობა. ერთ წამბოდი შეგუბრებას. ну იდეაში ეს მედია კარგად გახსოვთ აქ. აი მაგალითად ახლა მე მინდა რომ აი ეს ფუნქციის გამოძახება გამოვიტანო კონსოლ ლოგში. თქვენი აზრით მე აქ რას მივიღებ? 30. აი ესე რომ დავწერო ყურე, ისა ჯერ დავაკომენტარებ და აი ამას კონსოლ ლოგში ჩავსვა. 30-საც მივიღებთ, მაგრამ 30 იმიტომ მივიღებთ, რომ ნახე რეალურად f1 რადგან მიწერია და ფრჩხილები, სადაც მაგადაცემული უკვე მნიშვნელობები. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ფუნქციას ვიძახებ, სადაც არ უნდა მეწეროს, მაინც ფუნქციას გამოიძახებ და ამ მოქმედება შეასრულებს. მაგრამ თავის მხრივ კონსოლ ლოგი უბრალოდ დაგვიხატავს კონსოლში ფუნქციას მთლიანად. ну ამ შემთხვევაში ახლა undefined გამოგვივიდა. ხო, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე რაღაც მოქმედება გვაქვს. გამარჯობა. გამარჯობა. ხო. და რატომ მივიღეთ ახლა undefined? რატომ გამოვიდა undefined? ფუნქცია იდეაში, როდესაც ჩვენ კონსოლში გამოვიტანით, ჩვენ ვუთხარით, რომ კონსოლში გამოიტანე არა თვითონ ფუნქცია, მე ვუთხარი, რომ თვითონ ფუნქცია კი არ უნდა გამომიტანო კონსოლში. ის მნიშვნელობა, რაც ფუნქცია ინახავს თავის თავში. ეხლა რეალურად ფუნქცია არაფერს არ ინახავს. ფუნქციაში უბრალოდ ჩვენ გვაქვს რაღაც num1-ს მიმატებული num2, ხო? არანაირი სხვა მოქმედება ჩვენ არ გვაქვს. ამიტომაც ჩვენ ვიღებთ undefined-ს. ანუ ფუნქცია არაფერს არ ინახავს თავში. მაგრამ
ჩვენ შეგვიძლია ფუნქციას უთხრათ, რომ რამე კონკრეტული მნიშვნელობა მიიღოს მნიშვნელობას. ანუ მაგალითად, მე შემიძლია ნამ 1-ს მიმატებული ნამ 2 გადავცე ფუნქციას, რომელიც შეინახავს ამას შემდგომ თავის თავში. და ეხლა განახებთ რას ნიშნავს თავის თავში ინახავს. მე უნდა დავწერო return, ანუ დამიბრუნე ნამ 1-ს მიმატებული ნამ 2. ეხლა აი ამ კონსოლს დავაკომენტარ, PDF-ში ჯერჯერობით ნახოთ, ეხლა აქ რა მოხდა. გვაქვს ორი კონსოლოგი, 30 და 30. პირველ რიგში, პირველი კონსოლოგი გვეუბნება ჩვენ, რომ აი main.js-ის ფაილში მეორე ხაზზე გამოგვივიდა. მეორე ხაზიდან გამომდინარე გამოვიდა. ანუ შესრულდა აი ეს კონსოლოგი, რომელმაც კონსოლში გამოგვიტანა 30. და მეორე 30 გამოდის main.js-ის ხაზზე, მე-6 ხაზზე. აი როგორც ხედავთ, აი ამ ხაზიდან გამომდინარე. მაგრამ სანამ მე return-ი არ დავწერე, ვიღებდით undefined. რას ნიშნავს ეს? მოდი ამ ხელა მაგალითი რომ არ მოვიყვანოთ. ნებისმიერი უბრალო პატარა ფუნქცია შევქმნათ f1, რომელსაც არანაირი პარამეტრები არ გადავცეთ და უთხრათ, რომ დამირეთარნე, ანუ მნიშვნელობა დამიბრუნა 5. მე რომ ეხლა კონსოლში დავლოგო f1 მივიღებ 5. უბრალოდ f1-ს დავწერ გამოძახების გარეშე. მე მივიღებ თლიანად ფუნქციას. ნახეთ, თვითონ ფუნქციის ვიზუალს როგორ იყო შედგენილი ეს ფუნქცია. ხო, ჩვენ ეს არ გვჭირდება, მოდი ისევე გამოვიძახოთ და ნახოთ, რომ f1 უბრალოდ არის 5. რას ვიღებთ აქედან გამომდინარე? ანუ ჩვენ შეგვიძლია return-ის საშუალებით თვითონ ფუნქციას რამ მნიშვნელობა გადავცეთ. ანუ მე შეიძლება ფუნქციაში მქონდეს რაღაც ლოგიკა, წინასწარ დავწერო სხვადასხვა ტიპის ლოგიკა, რომელიც საერთო ჯამში დამიბრუნებს რამე მნიშვნელობას. ეხლა მე ეს ფუნქცია უკვე შემიძლია რომ გამოვიყენო როგორც ნებისმიერი მრიცხვი, ხო? ეხლა f1 უკვე თავის თავში ინახავს 5-ს. მაგალითად მე შემიძლია ეხლა კონსოლოგი დავწერო და 10 მივუმატო f1. ფუნქციის გამოძახებით. და ნახეთ, რეალურად 10 მივუმატე f1, f1-ის მნიშვნელობა როგორც ვიცით 5-ია, რადგან ჩვენი ფუნქცია აბრუნებს 5-ს. ანუ ჩვენ როდესაც დავწერეთ return-ი, კიდევ ერთხელ განვიხილოთ, ჩვენ return-ის შემდეგ დაწერილი მნიშვნელობა გადავეცით ფუნქციას მნიშვნელობას. ანუ f1 თავის თავში ინახავს 5-ს. ანუ როდესაც f1-ის გამოძახებას ვწერთ, ჩვენ შეგვიძლია ეს ცალკე აღვიქვათ როგორც 5. აქ ჩვენ რა ლოგიკაც გვინაში შეგვიძლია დავწეროთ, მაგალითად რაღაც log 10 მაგალითად და ეს 10-იანი ჩვეულებრივად დაელოგება. აქ ხა ორი გამოძახება გვაქვს იდეაში და იმიტომ გვალოგება ორჯერ. აი მაგალითად რა სიტუაცია შეიძლება შეიქმნას. რაღაც აქ ვადი მაგ let a უდრის 5-ს მიმატებული 20 მაგალითად და მე ვეუბნები რომ დამიბრუნე a გამრავლებული მაგალითად 10. შემდეგ f1-ს უბრალოდ კონსოლში დავლოგავ. ნახოთ რა იქნება, ეს f1 არის 250. ანუ აქ მე რაღაც ლოგიკა დავწერე და ამ ლოგიკიდან გამომდინარე ეს ფუნქცია შევინახე, ამ ფუნქციას შევინახე ეს მნიშვნელობა. საერთო ჯამში რაც მივიღე. ამიტომაც შემდეგ დანიშნულებისამებრ შემიძლია გამოვიყენო. ხო, ამ სიტუაციებზე return-ზე ბევრ მაგალითს გაჩვენებთ დღეს, ანუ რა შემთხვევაშია ფუნქციაში return-ი საჭირო ზოგადად. high order function-ებზე იდეაში ძალიან კარგად გამოჩნდება აი ეს return-ი ზოგადად რაში გვჭირდება და რატომ უნდა გამოვიყენოთ. ხო, ახლა უბრალოდ ვიცოდეთ, რომ ამ return-ის საშუალებით უბრალოდ ჩვენ თვითონ ფუნქციას გადავცემთ რამე მნიშვნელობას, რომელიც შეგვიძლია შემდეგ გამოვიყენოთ ნებისმიერ სიტუაციაში.
ხო, გასაგებია აქ რაც განვიხილეთ, ეხლა არამე კითხვა ხო არ გაქვს. ანუ ამ returns მინახავთ ეგრეთ წოდებულ reserve-ში, რომ რამე დავგვჭირდეს, გამოვიყვანთ მე გარეთ. ხო, ანუ ჩვენ უბრალოდ ფუნქციას გადავცემთ მნიშვნელობას, ფუნქცია თავის თავში შეინახავს ამ მნიშვნელობას და მერე გამოვიყენებთ. ან არ გამოვიყენებთ, ან როგორც გახდება საჭირო რა. შეგვიძლია რომ ნებისმიერ მომენტში ვთქვათ, რომ აი მაგალითად ეს ფუნქცია გამომიძახე და ეს მნიშვნელობა ამ მნიშვნელობას გამოვიყენებ. ხო, ეხლა იდეაში ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ესეთი რაღაც, როგორიც არის JavaScript-ში ფუნქციების callback. ამით მოდი განვიხილოთ ესეთი რაღაც, როგორიც არის ფუნქციების callback. ანუ მე შემიძლია თვითონ ფუნქცია გამოვიყენო ცალკე როგორც ფუნქციის პარამეტრი. ხო, ცოტა რთულ აჭირს. მოკლედ, მოდი წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია, რომ მე შევქმნი ფუნქცია, რომელსაც მოდი დავარქმევ უბრალოდ f1-ს და რომელსაც ეგ გადაეცემა მაგალითად ორი პარამეტრი a და b. მე უბრალოდ კონსოლში დავწერ ეხლა, რომ ას მიმატებული b მინდა რომ გამოვიყვანო კონსოლში უბრალოდ. მეტი სხვა არაფერ მოქმედებას ეს ფუნქცია არ ასრულებს. ხო, უბრალოდ ფუნქცია, რომელიც ას უმატებს b-ს და ეს მნიშვნელობა გამოყავს კონსოლში. ეხლა მე შემდეგ ქვემოთ შევქმნი მეორე ფუნქციას. სადაც შემიძლია რომ ეს ფუნქცია, აი ეს f1 ფუნქცია გადავცე აი ამ ფუნქციის პარამეტრად. მაგალითად, აქაც ვეტყვი რომ რაღაც 3 მექნება. summary, ანუ ჯამი და ვეტყვი რომ ამ summary-ს, როდესაც გამოვიძახებ, ეს summary იქნება რაღაც ფუნქცია, ჯერ არ არის განსაზღვრული რა. მე ვეუბნები რომ ეს summary ჯერჯერობით არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ამას, უბრალოდ ეს summary მინდა რომ გამოვიძახო და გადავცე მაგალითად 5 და 10. შემდეგ მე როდესაც ფუნქციას გამოვიძახებ ამ f2-ს ფუნქციას როდესაც გამოვიძახებ მე შიგნით შემიძლია რომ გადავცე f1 ფუნქცია და ნახეთ რა მოხდა. მე მივიღე კონსოლში 15. ანუ 100 მიმატებული b, ანუ 5 დამატებული 10. ეს დიდი ალბათობით ეხლა მაინც გაუგებრად იქნებოდა, ხო? ანუ მაინც დაახლოებით ვერ მიხვდებოდით როგორ მუშაობს. ამიტომაც მოდი ეხლა დაწვრილებით და დეტალურად განვიხილოთ. თან მე გირჩევთ რომ ეს callback-ი ეხლა მე რაც გავაკეთე აუცილებლად თქვენთაც ხელით დაწერეთ რომ კარგად ნახოთ, მოცადოთ თქვენთაც და უფრო კარგად მიხვდებით, მაგრამ მოდი ეხლა დაწვრილებით განვიხილოთ აი აქ რა ხდება. მე მაქვს ფუნქცია f1 რომელშიც მიწერია რაღაც ლოგიკა, ხო? უბრალოდ კონსოლში გამომყავს 100 მიმატებული b. всё, ეს ფუნქცია მეტ მოქმედებას არ აკეთებს. ეხლა ვეუბნები, რომ რაღაც summary-ა, რაღაც დაჯამება არის, რომელსაც მე ვიძახებ და გადავცემ 5 და 10. და როდესაც მე ამ ფუნქციას გამოვიძახებ, მე გადავცემ f1-ს მნიშვნელობად. მე f2-ის მნიშვნელობად პარამეტრად გადავეცი f1. ანუ რეალურად ეს ფუნქცია არის ეს summary, რომელსაც ვიძახებ და გადავცემ 5 და 10 მნიშვნელობად.
და შემდეგ ეს ლოგიკა შესრულდება 5 წავა A-ს ადგილზე, 10 წავა B-ს ადგილზე. ან 5-ს მიემატება 10 და კონსოლში დაგველოგება 15. მიხვდით, თუ მაინც კითხვის ნიშნები დარჩა, ან თუ ვერ გაიგეთ, მითხარით აუცილებლად რომ კიდე ავხსნათ. F4 რო გამოვიძახოთ 3 რო არ დავარქვათ, არ გამოვა, ხო ეს? F4 რომ გამოვიძახოთ, აქ შეგვიძლია უბრალოდ C დავარქვათ მაგალითად. ხე? სამარის სახელს არ აქვს აქ მნიშვნელობა. უბრალოდ ვიწერია. ჩვენ უბრალოდ F4-ს ვიძახებთ და ვეუბნებით, რომ F1-ს, ანუ აი ამ თვითონ მთლიან ფუნქციას გავხდით C-ით. და ამ C-ს, ანუ ეს C რა არის უკვე? ეს ფუნქცია თვითონ. და ვეუბნები, რომ აი ამ ფუნქციას ვიძახებ და გადავცემ პარამეტრებს. ეგ კითხვა დასვი თუ სხვა რამეს გულისხმობ? კი, ექტავს. ანუ რეალურად აქ რა ხდება, მოკლედ რომ ვთქვათ, მე ვიყენებ ერთ ფუნქციას მეორე ფუნქციაში პარამეტრის სახით. ანუ მე გადავეცი პარამეტრის სახით და შემდეგ უკვე გამოვიყენე დანიშნულების მიხედვით. ანუ callback-ი არის, როდესაც ერთ ფუნქციას იყენებ მეორე ფუნქციაში პარამეტრის სახით. და შესაბამისად ვიღებთ ეს რაღაც. ხო, ეს იდეაში ახლა თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ რაში მჭირდება აი ეს callback-ი. callback-ი იდეაში high order function-ებში წეგან რაც ვახსენე, მაგალი წოდების ფუნქციები, ასე ვთქვათ, იყენებს callbacks, რომელსაც ახლა მე აგიხსნით და განახებთ, მან თლიანი ლოგიკა არის callback-ზე დაფუძნებული, მაგრამ ჩვენ ახლა ყველაფერი მარტივად გვექნება, აი ზუსტად ამ callback-ის საშუალებით, ძალიან მარტივად გავაკეთებთ ყველაფერს და ასევე ასინქრონულობის დროს ვიყენებთ callbacks, ну ჯერჯერობით ასინქრონულობა არ იცით, მაგრამ მანდამდეც მივალთ ასინქრონულობა ძალიან საინტერესო თემა. ერთი კითხვა გამიჩნდა თუ შეიძლება. კი ბატონო, ეხლა აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა შეკრება, ხო? და ანუ უფრო რთული ოპერაციის გაკეთება შეიძლება აი ამ ფუნქციების მეშვეობით? კი, რეალურად ამ ფუნქციების მეშვეობით კეთება შესაძლებელია გაკეთდეს თითქმის ყველაფერი, ძალიან ბევრი რამე, ძალიან დიდი სირთულის რაღაცეები. მე უბრალოდ აი მარტივი მაგალითებიდან გამომდინარე მოყავს ყველაფერი რა, რომ თავიდან მე რო რაღაც მასშტაბური დავწერო, რთული აღსაქმელი იქნება. უბრალოდ აი პატარა მიმატება გამოკლებების მაგალითზე ვაკეთებ ამ ყველაფერს. ოკეი. კარგი, მადლობა. არაფერს. ხო, იდეაში კითხვა თუ გაქვთ კიდე ამაზე გისმენთ? ოკეი, ეს შემთხვევაში შეიძლება რომ გამოვიყენოთ მაგათად აი პრინციპი გავიგე, მაგრამ აი როდი შეიძლება მაგათად რომ გამოვიყენოთ? ხო, ეხლა იდეაში ზუსტად აი მაგის ახსნა მინდა, რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ. იდეაში მე უბრალოდ გაჩვენით ეს როგორ ხდება, ანუ რა ხდება ზოგადად. როგორ ხდება უბრალოდ callback-ი, მაგრამ მე განახებთ ეხლა როგორ გამოიყენება callback. და ამ ყველაფერს განახებთ high order function-ების საშუალებით, ანუ მაღალი წოდების ფუნქციების საშუალებით, რომელიც ძალიან საჭიროა, ძალიან ხშირად გამოვიყენებთ და არის რეალურად ძალიან მარტივი. მე შევქმნი ახლა რამე ცვლად Slack-ის საშუალებით და ვარქმევ R-ს, რომელიც იქნება რაღაც მასივი. რომელშიც გადავცემ რაღაც random რიცხვებს, ეს 5-დან მაგალითად 40-მდე. და მე მაქვს აი ეს რაღაც რიცხვები ცვლად array-ში. მე შემიძლია ამ array-ს მივმართო და გამოვიყენო ერთ-ერთი მაღალი რანგის ფუნქცია, რომელიც არის for each. ანუ ყველასთვის. სათითაოდ ასე ვთქვათ. რაღაცა მოქმედება შეასრულებს. ნახეთ, მივმართე arrays და დავწერე for each. For each
გადაეცემა callback ფუნქცია. ნახეთ, ჯერჯერობით მარტივ მაგალითზე განახებთ. მე აი აქ დავწერ მაგალითად nums ან number იყოს და გავხსნი ის არს დავწერ უпроსტად, თქვენ arrow function თუ გახსოვთ. ანუ ეხლა უცბად მოდი იდეაში ხა გამახსენდა რომ arrow function-ი რამდენიმე აი ეს წინ გავიარე და უცბად განახებთ arrow function-ი რა. იდეაში ჩვენ ხომ ფუნქციას წერთ. აი ესე ჩვეულებრივ ფუნქციას უნდა დავწეროთ function, მაგალითად რამე სახელი, მაგალითად func და ჩხილები, შემდეგ ფიგურული ჩხილები, სადაც იწერება რაღაც ლოგიკა. მაგრამ arrow function-ი არის ის ფუნქცია, რომელსაც სახელი არ ჭირდება, არც function-ის დაწერა, არც სახელი. უბრალოდ უნდა დავწეროთ მრგვალი ფრჩხილები, რაღაც ის არის, ან უდრის დამეტობის ნიშანი და ფიგურული ფრჩხილები. ანუ ამ ჩანაწერის მაგივრად შეგვიძლია შევიმოკლოთ საქმე და დავწეროთ ესეთი ჩანაწერი ფუნქციის. ეს ფუნქცია ამ ფუნქციისგან იმით განსხვავდება, რომ ამ ფუნქციას აქვს სახელი იმისთვის, რომ გამოვიძახოთ. ეს ფუნქცია კიდევ თავის მხრივ არის ესეთი ფუნქცია, რომელიც ავტომატურად იქნება გამოძახებული. ეხლა მე for each-ს როდესაც ვიყენებ, ეს for each-ი მე აი აქ ფუნქციას გამოვიყენებ, ეხლა აი ამ ფრჩხილებში ფუნქციას ჩავწერ. იქნება ავტომატურად გამოძახებული, იმის დამიმხედავად, რომ სახელი არ აქვს და რეალურად არც ჭირდება სახელი. ანუ აქ რომ მე რაღაც ლოგიკა ჩავწერო, მაგალითად console-ლოგ 1. ეხლა მე ამას ვერანაირად ვერ გამოვიძახებ, იმიტომ რომ არც სახელი აქვს, არც არაფერი. რეალურად ამის გამოძახება, ოკეი, შემიძლია სვლადი შევქმნა, მაგალითად let a, რომელშიც შევინახავ ამ arrow functions. მაგათ ეს ყველაფერი შევინახეთ სვლადში და მე თუ a-ს დავწერ სვლადის სახელს და ფრჩხილებს, მე აი ამ ფუნქციას გამოვიძახებ. ამ arrow functions, ნახეთ და კონსოლში გამოგვივა 1. ანუ გამოვიძახებ სვლადის სახელის საშუალებით და ფრჩხილების საშუალებით. ხო. ესეთია ჩვენი arrow function-ი, უბრალოდ მოკლე ჩანაწერის ფუნქცია. სად გამოვიძახებთ მაგასაც ხო აქვს მნიშვნელობა? დრას გულისხმობ? არა, კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა შენ რა სიტუაციას გულისხმობ? ანუ ის პირველი ფუნქცია, რომ დაუშვათ შექმნამდეც გამოვიძახოთ, errors არ ამოაგდებს და მეორე ამოაგდებს, ხო? კი, ეგ რა თქმა უნდა. ხო, მით უმეტეს, ეხა იდეაში აი მე ესეთ რაღაც რო გავაკეთო და ეს გამოვიძახო. ნახე, იდეაში ჩვეულებრივად გამო. იმიტომ რომ ustrix-ზე არ ვართ ეხლა ჩვენ. წერაზე არ ვართ JavaScript-ში. ეხლა წერა როგორც გქონდა let a უდრის. და ამასაც ლოგი რომ დავაწერინო და ეს რომ გამოვიძახოთ. ეს უკვე reference error-ი იქნება. მაგრამ ustrix-ის შემთხვევაში ძირითადად ustrix-ზე ვწერთ რა. ზოგადად ამ შემთხვევაში ესეც დაგვიერორებს. ამ ფუნქციის გამოძახებას. ხო, ანუ ცვლადით შექმნილი, ცვლადით გამოძახებული ფუნქცია არ გამოიძახება უკვე ფუნქციის ზემოდან, ჩვეულებრივი ფუნქცია შეგვიძლია ესე ჩვეულებრივად გამოიძახოთ. ნუ ეს ustrix-ი არ არის ჯერჯერობით საჭირო რომ ვიცოდეთ, მაგას ცოტა მერე განვიხილავთ, ამიტომაც ხო, ვიცოდეთ რომ ჩვეულებრივი ფუნქცია შეგვიძლია გამოვიძახოთ მის ინიციალიზებამდე, ანუ შექმნამდე, ცვლადში შექმნილი ფუნქცია, ესე ადვილად ვერ გამოვიძახოთ. ანუ აუცილებლად ქვემოთ უნდა გამოვიძახოთ. ხო. კარგით, აი ამას დავაკომენტარებ ახლა და
მოდით გადავიდეთ ისევ მოვუბრუნდეთ ამ თემას. მოდი აქაც arrow functions კი არ დავწერთ, ჩვეულებრივ ფუნქციას დავწერთ. დავწერ functions, ანუ for each-ში, ამ რაღაც for each-ში მე დავწერ ფუნქციას. თუ გინდათ სახელის დავარქვათ, funky მაგალითად და ფიგურული ფრჩხილები. ნახეთ, for each-ში მე ჩავსვი რაღაც ფუნქცია და აი ამ ფრჩხილებში მე გადავცემ პარამეტრს. მას numbers პირობითად. და მე ეს ნამბერი რომ დავლოგო ჩვენ ვიღებთ array-დან მასივის ყველა სათითაო ელემენტს. ამას ხო არ ამსგავსებთ აი ამ სიტუაციას. Force goes. იდეაში for each-ში ასრულებს ზუსტად იმ მოქმედებას, რასაც ასრულებს for-ი. ნუ for იდეაში უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს, უფრო ასე ვთქვათ, მოხერხებულია რაღაც სიტუაციებში და უფრო ნაკლებ მეხსიერებას იყენებს, ასე ვთქვათ, კომპიუტერში. for each-ისგან განსხვავებით. for each-ი უფრო მეტს გამოიყენებს, მაგრამ რეალურად უფრო მარტივია და უფრო ადვილი დასაწერია და უფრო სწრაფი. ხო, ნახეთ, მე შემიძლია, ხო? ეს function func number-ი რო წერია, ნუ ზემოთ წერია ეს ფუნქცია თუ ეს პირდაპირ აქ ჩავწერეთ ამაში. ნახე, აი for each-ის ფრჩხილები როდესაც გავხსენთ, აი ნახე ზუსტად სად მიწერია, ეხლა მთლიანად დამოვჭრი ფუნქციას. ნახე, აი ამ for each-ის ფრჩხილებში გვიწერია. ეხლა აი ნახე, ჩვეულებრივი ფუნქცია ხო არის აქ, რომ რაღაც პარამეტრი გვაქვს number-ი და კონსოლში ვეუბნები, რომ number-ი გამომიტან. ეხლა ამ ფუნქციას მე თუ ამოვჭრი და for each-ში ჩავსვავ, ეს number-ი იქნება მასივის ყველა ელემენტი, რადგან მივმართე მე array-ის, ნახეთ, აი ამ მასივს მივმართავ და ვიყენებ აი ამ მასივზე for each ფუნქციას. რომელსაც აი ეს არგუმენტი გადაეცემა callback ფუნქციის სახით. ანუ აქ იგივე callback-ია, ეხლა number-ი საიდან კითხულობს, რომ რა უნდა წამოიღოს და როგორ უნდა წამოიღოს, რა ლოგიკით უნდა დაიწეროს. წინასწარ არის გაწერილი უკვე ეს ლოგიკა, როგორ და რანაირად უნდა მოხდეს. აქ ყველაფერი მე უბრალოდ ის გადამრჩენია, რომ აი აქ პარამეტრის სახით შემოვიტანო number-ი და უთხრა, რომ მაგალითად კონსოლში number-ი გამომიტანო. მოით ეხლა ეს ჩანაწერი უფრო ადვილად დავწეროთ. ამ ხელა ჩანაწერი არ გავაკეთოთ, ნახეთ, რაც გავაკეთებ, მე უბრალოდ დავხსნი ფრჩხილებს, ანუ ნახეთ ისევ arrow function-ი დავწერე. გახსნილი და დახურული ფრჩხილები, ის არის და ფიგურული ფრჩხილები. ამ ფრჩხილებში ეხლა მე შემიძლია უკვე პარამეტრი გადავცე, ხო, ჩვეულებრივად, მაგალითად number. მაგრამ ერთი რაღაც დაიმახსოვრეთ, რომ როდესაც ჩვენ arrow function-ში, ანუ isRead ფუნქციაში ეგრეთ წოდებულ, თუ გადავცემ მხოლოდ ერთ პარამეტრს, ანუ მხოლოდ ერთი არგუმენტი გვექნება, მაშინ ეს ფრჩხილებიც აღარ არის სავალდებულო, ნახეთ. მე უბრალოდ დავწერ numbers, ის არის და ფიგურულ ფრჩხილებს. всё, ეს უკვე ფუნქცია არის, რომელმაც number-ი მიიღო პარამეტრის სახით. და ეს number-ი ეხლა არის მასივის სათითაო ელემენტი. და აქაც სრულდება იგივე იტერაცია, რომელიც სრულდება for-ში. ეხლა მე შემიძლია აი აქ ვუთხრა, რომ კონსოლში დამილოგე number-ი. და ნახეთ, ისევე იგივე შედეგს მივიღე. 5, 10, 15 და ასე შემდეგ, ხო? ყველა ელემენტი გამომივიდა კონსოლში, რომელიც იმყოფება მასივში. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცაც უნდა ვიცოდეთ აქ. ნუ ეხლა მე ერთი პარამეტრი გადავეცი ჩვენს for each-ს, ამიტომაც ფრჩხილები არ გამოვიყენე, მაგრამ როგორც უკვე ვახსენე, თუ ერთზე მეტი პარამეტრი გადაეცემა, მაშინ აუცილებლად უნდა ჩავსვათ ფრჩხილებში. მოდი გავხსნათ ფრჩხილები და number-ის შემდეგ დავწეროთ მძიმე, რადგან გადავცეთ ეხლა მეორე პარამეტრი
და მეორე პარამეტრის სახით ამ callback ფუნქციას გადაეცემა ინდექსი. მოდი დავულოგოთ ინდექსი. თქვენი აზრით კონსოლში რას მივიღებთ? და როგორ? აი ახლა რა თანმიმდევრობით და რას მივიღებთ? აი მაგალითად პირველი რა იქნება, მეორე რა იქნება კონსოლში? აი ლოგიკურად რომ მივყვეთ ახლა. არ გაქვთ რამე იდეა? კონსოლში რას მივიღებ? აი კონსოლ-ლოგ ინდექს რომ მოვხსნი. მე კონსოლ-ლოგს რომ მოვხსნი, ინდექსი როგორც ნამბერი არის, მასივის სათითაო ელემენტი, ისე არის ინდექსი მასივის ყველა სათითაო ელემენტის ინდექსი. ანუ მე კონსოლში პირველ რიგში მივიღებ numbers, ანუ პირველ რიცხვს 5-ს და შემდეგ მივიღებ კონსოლში ინდექსს. ინდექსი რა იქნება პირველი? ანუ 0 1 2 ისა? კი ბატონო. ანუ მივიღებ 5-ს, მერე მივიღებ 0-ს. მერე მივიღებ უკვე 10 არის ნამბერი, მივიღებ 10-ის მერე 1-ს და ასე შემდეგ. მოდი ვახსნათ კომენტარი და აი 5 0 10 1 15 2. ანუ მოდი მარტო ინდექსები დავულოგოთ ახლა აი ამ ნამბერებმა თვალები რო არ აგვიჭრავს. ნახეთ ინდექსი. და მესამე პარამეტრის გადაეცემა for each r შემიძლია ანუ ნებისმიერი სახელების შეგვიძლია აქ დავარქვათ a b და c მაგალითად და არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ იქნება. ეხლა მე თუ b-ს დავულოგავ, მივიღებ ინდექსებს. 100 თუ დავულოგავ, მასივის საერთო ელემენტებს. ანუ ეს რაზე მეტყველებს? იმაზე რომ ნახეთ თავარი აქ თანმიმდევრობა და არა რა სახალს დავარქმევთ. ნუ რა თქმა უნდა ეხლა სახალს რო დავარქმევთ, რამეს აუცილებლად გასაგები უნდა იყოს ეს. და არა ABC მაგალითად ეს პირველი რა დავარქმევ? ეხლა იტერაციაში ეს ყველა ელემენტი სათითაოდ რო ავიღო, სათითაოდ რა იქნება? რიცხვები, ეს ყველაფერი არის ერთად რიცხვები, ხოლობიჩი რა გამოდის ნამბერი, ხო? ამ შემთხვევაში numbers ავიღო. აქ დავარქვევ ინდექს, ან შემიძლია i დავარქვა, ან ძირითად შემთხვევაში რა ხშირად იყენებენ index, ინდექსიდან შემოკლებულს. ან ჩვეულებრივად კლასიკურად i-ს შეგვიძლია გამოვიყენოთ. და მესამე პარამეტრის სახით გადაეცემა r. array თვითონ მთლიანი მასივი. მოდი ვუთხრათ, რომ array იყოს მესამე პარამეტრი და მე ახლა arrays თუ დავულოგავ, მივიღებ მასივს იმდენჯერ რამდენი ელემენტი გვაქვს მასივში. ანუ მასივი გამოვიტანე, ანუ ეს array, ანუ მესამე არგუმენტი, პარამეტრი არის თვითონ მასივი და როდესაც მე გამომყავს კონსოლში მასივი, ამდენჯერ იმიტომ გამოდის, რომ ვეუბნები, რომ ბევრჯერ გამომიტანე მასივი. ნუ ამას რაში გამოიყენებთ ახლა? თქვენზეა დამოკიდებული, აქ შემიძლია რომ ვუთხრა, რომ მასივის ყველა მეორე ელემენტი, მაგალითად მესამე ელემენტი გამომრავლე 2-ზე. ნახეთ? და მივიღე 8x30. ანუ ეს იდეაში ხშირად გამოყენებადი არ არის, ძირითად შემთხვევაში ჩვენ აი აქ ნუ ხშირად რამე ახლა პირადად ეს array არც მახსოვს სადმე ისეთ კონკრეტულ სიტუაციაში რომ მეხმაროს მაგალითად ძირითად შემთხვევაში ვიყენებთ ამ numbers რომელიც არის მასივის სათითაო ელემენტი და ვიყენებთ index რომელიც არის მასივის ინდექსი. ეხლა იდეაში შეგვიძლია ესეთი რაღაც დავულოგოთ მაგალითად და ანუ ABC რო დავწეროთ ისევ იგივე რაღაცებს მივიღებთ, ანუ იმას არ აქვს მნიშვნელობა რაც გამოვიძახებთ. ორე აქ დიდი მნიშვნელობა თანმიმდევრობას. ანუ პირველი აუცილებლად იქნება მასივის სათითაო ელემენტი, მეორე იქნება ინდექსი
მასივის ელემენტების და მესამე თვითონ მასივი. სახელს რას დავარქვით? არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ანუ თანმიმდევრობა მთავარი. აბა? ხომ თანმიმდევრობა მთავარი. კი, ეხლა მე მაგალითად ინდექსი პირველი რო დავწერო და ნამბერი მეორე, მაინც პირველი რაც მეწერება ის იქნება მასივის სათავე ელემენტი. მე ეხლა აქ რომ დავლოგო მაგალითად number plus index უდრის და plus ინდექსი, მივიღებ ეს რაღაცას, მაინც აქაც space-ი გავუკეთოთ. 5-ის ინდექსი არის 0, 10-ის ინდექსი არის 1, 15-ის ინდექსი არის 2 და ასე შემდეგ. ანუ ნამბერი და ინდექსი. აქეთ არის ნამბერები, მარჯვნივ არის ინდექსები. და ასე შემდეგ. აი ზუსტად ეს არის ამ სიტუაციაში for each გადაეცემა ზუსტად აი ეს callback ფუნქცია, რომელშიც წინასწარ არის განსაზღვრული, რომ პირველი პარამეტრი რაც ჩაიწერება, ეს იქნება მასივის სათითაო ელემენტები, ეს მეორე პარამეტრი რაც ჩაიწერება, იქნება ინდექსები და ასე შემდეგ. აი ზუსტად აქ არის საჭირო callback-ი. და იდეაში callback-ი ხდება აქ. უბრალოდ ჩვენ ამას ესე დაზუსტებით ვერ ხედავთ, იმიტომ რომ უბრალოდ for each წერთ, შიგნით გადავცემთ პარამეტრებს და შემდეგ დანიშნულების მიხედვით ვიყენებთ. ეხლა for each-ის გამოყენება ძალიან ბევრ სიტუაციებში შეგვიძლია უბრალოდ იგივე for-ის მოქმედებას ასრულოს, მაგრამ უფრო მარტივად შეგვიძლია დავწეროთ. ამ გულაში მე ეს for-ი ზოგადად ხშირად დაგვჭირდება. თუმცა ჯობია რომ კარგად ვისწავლოთ ეხლა ეს for. და შეგვიძლია რამე გავაკეთოთ. აი for-ის საშუალებით მაგალითად შემიძლია მე გამოვიტანო ეხლა კონსოლში მასივის სათითაო ელემენტი გამრავლებული 2-ზე. როგორ დავწერო ეს აბა ვინ მეტყვის? აქ რა უნდა ჩავწერო? ანუ მინდა რომ გამოვიყვანო მასივის სათითაო ელემენტი გამრავლებული 2-ზე. მასივის სათითაო ელემენტი რომელია? რა უნდა ჩავწერო აი აქ კონსოლ ლოგში რომ მასივის სათითაო ელემენტი მივიღო? R და კვადრატული ფრჩხილები მგონი. არა, ეგ for-ის დროს იყო, მაგრამ აი აქ ჩვენ აღარ გვჭირდება ეგენი. ჩვენ უკვე გვაქვს რაღაც პარამეტრი, რომელიც მასივის სათითაო ელემენტია. ინდექსი? არა, ინდექსი რა გვინდა? ხა ინდექსი 0 1 2 3 რამე რომ მივაწეროთ თუ აუცილებლად array უნდა იყოს. არა, უყურე, მე ვეუბნები, ანუ array-ს ხომ მივმართე უკვე. და უთხარი მამ მასივს გადაურბინე, ანუ გადაურბინეს ზოგადად ვეძახით ხოლმე რომ მასივს უნდა გადაუარო, ასე ვთქვათ. მასივის სათითაო ელემენტი უნდა ამოიღო. for each გამრავლებული 2-ზე. არა, კონსოლ ლოგში ეგ არ უნდა დავწეროთ. ეხლა მე რომ კონსოლში მივიყო ისევე მასივის სათითაო ელემენტი, რა უნდა ჩავწერო? ნამბერი. ნამბერი რატო? რატო ჩავწერე ნამბერი? იმიტომ რომ მაგას გამოაქვს ყველა მნიშვნელობა. ზუსტად, ანუ ნამბერი მე რადგან აი აქ პარამეტრებში დავწერე ნამბერი, მე შემიძლია შევამოყლა ნამი გავხალ. და აი აქ ვთქვი ნამ გამომიტანე. ანუ პირველი პარამეტრი მე აი აქ მოდი ცოტა for each-ის ფრჩხილებს დავაშორებ თვითონ ფუნქციის. ნახეთ? და აი ამ ფუნქციას დროებით ამოვჭრი აქედან და მე ისევ დავაუბრუნე.
აი ავიღებ ამ ფუნქციას ამოვჭრი ქვემოთ რა ფუნქციას ვიწერია და გვაქვს ესეთი რაღაც ჩვენ. ნახეთ? გვაქვს ნამი და გვაქვს ინდექსი. ვეუბნებით რომ კონსოლ-ლოგში ნამი გამომიტანა. ნამი, ანუ პირველი პარამეტრი for each-ში არის, ანუ ეს num, რადგან პირველი დავწერე, ესე იგი პირველი პარამეტრია. ესე იგი ეს არის მასივის სათითაო ელემენტი იტერაციაში. ეხლა მოდი ამას ისევე აქ დავაბრუნე. და კონსოლში ვდახავთ, რომ გამოგვივიდა მასივის ყველა ელემენტი. და თუ მჭირდება ეხლა რომ 2-ზე გავამრავლო, დავწერა გამრავლებული 2-ზე. ხო, ან გამრავლებული 10-ზე. და ყველა ელემენტი გამრავლდება 10-ზე და ისე გამო. ეხლა ესეთი ძალიან საინტერესო რაღაც მინდა განახოთ, მაგრამ ჯერ შესვენება ხო არ ჯობია, ჯერ მოდი ცოტა ხანი კიდევ ვივარჯიშოთ პატარა რაღაცეებზე for-ისთან და მერე შესვენების მერე გავაკეთოთ ის ჯობია, თორე იმას ძალიან დიდი დრო ჭირდება და შუაში გაწყვეტა არ იქნება მაინც კარგი არის. ხო, ეხლა მოდი კიდევ ესეთ რაღაცას კითხავთ, მაშინ ინდექსი როგორ გამოვიტანოთ. კონსოლში, აი ეს ინდექსი. ნუ ეს ეში მარტივია, უნდა გავხსნათ ჭილები და უნდა დავწეროთ console-log და index, ანუ მეორე პარამეტრის აქვს გადაეცემა index. ანუ კიდევ ერთხელ განვიხილოთ, მოდი. For each რა სამი პარამეტრი გადაეცემა callback ფუნქციის სახით. ამ for each-ის callbacks უბრალოდ რომელიც სამი პარამეტრი გადაეცემა. ეს callback ფუნქცია რას ნიშნავს სიტყვით? ანუ callback-ი იდეაში ნუ ეს ტერმინია ზოგადად რა. ხო. ანუ იცი როგორი რამეა ეს callback-ი? მე ერთ ფუნქციას აი შეხედე, მე ხო სად იყო, აი აქ. აი აქ გვიწერია callback ფუნქცია. და ერთ ამბოდიში. ხო. ნახეთ, აი ამ ფუნქციაში ეს ფუნქცია ავიღე უბრალოდ მე დავწერე წინასწარ რაღაც ლოგიკა და მე F4-ში უბრალოდ ეს ფუნქცია გამოვიძახე და ამის ლოგიკა გამოვიყენე. უბრალოდ პარამეტრები გადავეცი. უბრალოდ პარამეტრები გადავეცი, მაგრამ ლოგიკა წინასწარ იყო დაწერილი. აქაც წინასწარ არის დაწერილი for-ში რაღაც ლოგიკა. ჩვენ უბრალოდ პარამეტრები უნდა გადავცეთ. ნამი და ინდექსი გადავეცით, ხო მაგალითად. მე ნამი უკვე წინასწარ მაგ გაწერილი რას უნდა აკეთებდეს, ნამი რო იქნება მასივის სათითაო ელემენტი, ინდექსი რო იქნება მასივის ელემენტების ინდექსი და ასე შემდეგ. ანუ წინასწარ არის სადღაც დაწერილი ფუნქცია, რომელსაც მე ახლა აქ ვიყენებ. ეს არის უკვე callback ფუნქცია. და რომელიც სამი პარამეტრი გადაეცემოდა. ანუ ეს რა არის და კიდე მესამე იყო. ინდექსი და მესამე რა იყო? პირველი რა არის? პირველი ანუ ყველა წევრი, მეორე ინდექსები და მესამე ისა. ზოგადად ეს ყველა ის. კი, თვითონ მასივი მთლიანი. მთლიანი მასივია, რომელიც გადის იტერაციაში შემდეგ. ნუ ეგ იდეაში დიდი დარჩება. პირველს იდეაში value ქვია, მე ანუ ესე რომ კითხონ, ვთქვათ რომ სამი პარამეტრი გადაეცემა, პირველი არის value, მეორე ინდექსი და მესამე array. всё, ეგ სამი პარამეტრი იდეაში აქედანაც უნდა გვანახოს. ეგ value როგორ იწერება? პირველი როგორ იწერება? value. თვითონ სიტყვა value როგორ იწერება?
დიახ. ინახე რა მოიცავ. შეგხვდეს მერე რომ მივხვდეთ? შენ აა. თვითონ მაგ სიტყვას ვერსად ვერ წააწყლები ეს კონკრეტულად ამ სიტუაციაში მე უბრალოდ თვითონ გეუბნებით რომ ანუ თვითონ value ქვია ამ პირველ პარამეტრს. აა. ნახეთ აი აქ თვითონ გვეუბნება რა. როგორ? არა, რამე ტესტი რო იყო ეს ან რაღაც ეგეთ შეიძლება შეგვდეს. ხო, ოკეი. თეორიულად. კი ბატონო. ეხლა იდეაში აი for-ზე მივიტანებ mouse და მეუბნება რომ მეთოდია, ეგრეთ წოდებული ფუნქცია. და ანუ რა ხდება for-ში? ჩვენ array გვაქვს array, ანუ ჩვენ r ხო გვაქვს? r არის ცვლადი, რომელიც არის მას. მივმართავთ და უნდა დავუწევთ for-ში და ნახეთ გადაეცემა callback ფუნქცია, callback fn. fn-ი შემოკლებულია ფუნქციით. რომელსაც პარამეტრის სახით გადაეცემა სამი მნიშვნელობა. value, რომელიც კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაში არის number-ი, ანუ მასივის საერთო ელემენტი, რადგან number-ია, ეს იქნება number-ი. აქ მე ერთი string-ი რო ჩავწერო ეხლა ნებისმიერი. ნახეთ ეხლა აქ უკვე კონკრეტულად number-ი აღარ იქნება. ნახეთ string-ი ან number-ი არის. ნუ ეს TypeScript-ის type-ები არის. ამასაც განვიხილავთ type-ების მიცემას. შემდეგ ინდექსი გვაქვს, ინდექსი ყოველთვის number-ია და გვაქვს მასივი. მესამე პარამეტრის სახით მასივი იწერება, რომელიც ან string-ი იქნება, ან number-ი იქნება. ხო. შესაბამისად name არის მასივის სათითაო ელემენტი, ინდექსი არის მასივის ყველა ელემენტის ინდექსი. და როგორც იგივე for-ი არის. ამ for-ს რო წერით let i უდრის ნულს ინაკლებია მაგალითად r length-ზე და i++ და შიგნით body-ში რაღაც ლოგიკას წერით. აქ უბრალოდ name გვაქვს რა და всё მასივის სათითაო ელემენტია და როგორც გიგვინდა ისე გამოვიყენებთ ახლა ამას. და აღარ გვჭირდება ბევრი წვალება. რამე კითხვა ხო არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით? კარგით, მაშინ გავაკეთოთ 10-იანი შესვენება და შესვენების მერე დავბრუნდეთ. დროებით.
აქ ხართ? დიახ. კი აქ ვარ. ბატონო, მაშინ ნელა შეგვიძლია რომ გავაგრძელოთ. კარგი. ეხლა იდეაში მე გავაკეთებ მასივს, სადაც გვექნება ობიექტები. ობიექტები ხომ გახსოვთ წინა ლექციაზე რომ განვიხილეთ? ვარ გახსოვთ. ანუ მაგალითად ესეთი რაღაც იყო let obj მაგალითად name რაღაცა age რაღაცა city რაღაცა ეს ნებისმიერ რაღაცას შეგვიძლია ავწეროთ. კონკრეტულად names age-ზე და city-ზე არ არის. ხო. მე გავაკეთებ ახლა ესეთ რაღაცას let users მაგალითად massives რომელშიც შიგნით მექნება ობიექტები. ეს რა არის? დავაკომენტაროთ. მეტი რამე რომ არ იყოს ში და შეგიძლიათ გავაკეთოთ რამდენიმე ობიექტი. პირველ ობიექტის ფრჩხილებს გავხსნი, სადაც ავხსნერ მაგალითად მომხმარებელს, პირველს, მაგალითად რომლის სახელიც პირობითად იყოს ჩვენი მაგალითად ასაკი 22 წლის და მოდი სალარი ამ ხელფასი გამსაზღვროთ ყველასი. მაგალითად ხელფასი გქონდეს ეს ნამბერის სახით შევიყვანოთ, მაგალითად 700. შემდეგ მეორე ობიექტი რომ დავწერო მასივში, რა თქმა უნდა, მასივის ყველა ელემენტი უნდა პირველის მარჩენის შემდეგ მძიმე უნდა დავწეროთ აქ აუცილებლად და შევქმნათ ახლა მეორე მომხმარებელი, ხო? აქ name მაგალითად იყოს, რომელთაც ჯეკი age 25 და salary მაგალითად 900. შემდეგი მომხმარებელი ავწეროთ name მაგალითად რა ნებისმიერი ენი მაგალითად age 32 salary მაგალითად ამას 1300. და მოდი ბოლო კიდევ ერთიც დავამატოთ name რამე უცბად მოვაფიქრებინდეთ რავი. აი, სანდრო, ქართული დავამატოთ. ასაკი კონდეს 19 მაგალითად და ამას salary. მოდი ამას 800 დავუწეროთ. მოკლედ ახლა მე მაქვს მასივი, რომელსაც არის ობიექტები, რომელსაც არის 4 მომხმარებელი, ანუ 4 ობიექტი. მე მინდა პირველ რიგში გამოვიყვანო ყველა მომხმარებელი სათითაოდ კონსოლში, რომელშიც მთლიანი ინფორმაცია იქნება. როგორ უნდა გამოვიყვანო თქვენი აზრით? რა უნდა გავაკეთო აი თანმიმდევრობით ვინმე რომ მიკარნახოს და მე დავწერო. შეგიძლიათ ვინმე ეს? თავიდან როგორ ბოდიში თავიდან და ოდნოზევით რო აწიოთ თან. ეს რაღაც აქვს. მე მინდა რომ აი ეს ყველა ობიექტი სათითაოდ გამოვიყვანო კონსოლში. ანუ ეს მომხმარებელი. for-ით რო გამოვიყვანოთ. ხო, მაგრამ აი ამ შემთხვევაში მგონი ჯობია რომ for-ში გამოვიყვანოთ, რადგან for-ზე მუშაობთ. როგორ უნდა დავწეროთ აი ჩანაწერი როგორ გვექნება? users წერტილი for-ში და ფრჩხილი მერე? კი ბატონო, users, ანუ თვითონ სვადის სახელი for each და გავხსნათ ფრჩხილები. ეხლა აქ რა თქმა უნდა გადავცეთ callback ფუნქცია. იდეაში აქ ინდექსები არ გვჭირდება,
მე დავწერ უბრალოდ users, ანუ ნახეთ, users მაქვს მასივი, მაგრამ აი აქ პარამეტრის სახით შემოვყვან users. რადგან მხოლოდ ერთი მომხმარებელია. აქ გავაკეთებ arrow functions, ეს ფრჩხილებში რატო არ ჩავსვი შემახსენეთ? რატომ არ არის სავალდებულო? რა? შევამოკლეთ. ხო, ანუ თუ მხოლოდ ერთი პარამეტრი მაქვს, ანუ ეხლა მარტო users გადავცე. ამიტომაც ფრჩხილებში ჩასმა არ ჭირდება. აქ თუ ინდექსი დამჭირდება, მე მეორე პარამეტრის სახით რომ გადავცე. აუცილებლად ეს users უნდა ჩავსვი ფრჩხილებში, მე მძიმე უნდა დავუწერო მაგალითად და მე ინდექს გადავცე, მე args გადავცე და ასე შემდეგ. მაგრამ რადგან მე მხოლოდ ერთი პარამეტრი მაქვს users, ფრჩხილებს არ დავუწერ, უბრალოდ გავაკეთებ isars და ფიგურულ ფრჩხილებს. ვთქვი, იდეაში for-ში გამზადებულია. ეხლა მე მინდა რომ კონსოლში გამოვიყვანო აი ეს მომხმარებლები. რა თქმა უნდა, users უკვე აქ, რადგან პირველი პარამეტრი არის. იქნება აი აქ მასივის ყველა ობიექტი, ხო? ამიტომაც მე დავწერ ეხლა console.logs და users. ნახეთ, მივიღეთ ყველა მომხმარებელი აი ობიექტის სახით. ეხლა მე თუ მინდა რომ სახელები გამოვიყვანო. რა უნდა დავწერო? როგორ უნდა დავწერო? აი console.log user მინდა და მიწერია user. რა უნდა დავამატო რომ მხოლოდ სახელები გამომივიდეს ამ მომხმარებლების და არა თვითონ მთლიანი ობიექტები. name არ უნდა დავლოგოთ? name უბრალოდ აი ამ user-ის მაგივრად თუ რას ამბობ? დიახ. არა, უკვე მარტო name-ი რო დავლოგოთ. ეხლა for-ში ვერ მიხვდება რა names გულისხმობთ ჩვენ აქ. რა names-ზე არის საუბარი. ჩვენ გვაქვს user-ი ობიექტი. აი ეხლა ეს რაღაცას გავაკეთებ. შევქმნი მაგალითად ისევე რამე ობიექტს, რომელშიც ისევე აი ეს მნიშვნელობები მაქვს, ხო? name-ი, ვიღაცა, age რაღაცა, მაგალითად 22 და salary რაღაცა. სახელია. მე რომ გამოვიყვანო ახლა კონსოლში აი ამ ობიექტის help-ი. რა უნდა ჩავწერო აქ, როგორი ჩანაწერი უნდა გავაკეთო? კონკრეტულად აი ეს ამ ობიექტის help-ი რომ ამოვიდე. ხო, ეგ მნიშვნელობა უნდა დავწეროთ salary. უბრალოდ salary აქა? Object-ი და წერტილი. კი ბატონო, object, ანუ ჯერ თვითონ ცვლადის სახე და შემდეგ წერტილი და შემდეგ salary. და აქედან გამომდინარე მივიღებთ აი ამ ობიექტის help-ს, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში სახელი როცა გვჭირდება აი ამ ყველა მომხმარებლის წერტილი name-ი. კი ბატონო, წერტილი, აი წერტილი რო დავწერე უკვე მანახა, რა მნიშვნელობები აქვს ამ ობიექტებს, age, name და salary. ჩავწერთ names და გამოგვივიდა Johnny, Jackie, Danny და Sandro. აქ ჩვენ შეგვიძლია ესეთი პირობითად აი ესეთი რაღაც ჩანაწერი გავაკეთოთ, რა. ნახეთ, მე გავხსნი ახლა ჯერჯერობით გვერდულ ბრჭყალებს და ეს რაღაცას ჩავწერ. მომხმარებელ. და ნახეთ დოლარი და ფიგურული ფრჩხილები გახსოვთ რა იყო? კი, სახელი გადმოგვაქვს ამით იმიდან. კი ბატონო, ანუ რამე ცვლადი შეგვიძლია ამოვიღოთ, ხო? user წერტილი name s აქვს help-ი, მაგალითად user წერტილი salary და არის ნახეთ დოლარი user წერტილი age please მომხმარებელ ჯონს აქვს ხელფასი 700, მოდი დავუწეროთ აქ მაგალითად $700
და არის 22 წლის. მომხმარებელ ჯეკს აქვს ხალხი ესა და ეს არის 25 წლის და ასე შემდეგ. ნახეთ, ეხლა მე ყველა ობიექტიდან სათითაოდ ამოვიღე კონკრეტული მომხმარებლები დაუწერე, ანუ მომხმარებელ ჯონს. ანუ user.names აქვს ხალხი user.salary და არის user.age წლის. ანუ აქ ჩვეულებრივი იტერაცია ხდება. მიხდით ხო, აი აქ რა მოხდა, როგორ მოხდა? და როგორ მივიღეთ ეს შედეგი. ასე ეს ჩემო. და ისე აი თქვა და აი ეხა მაგას რო გავაკეთოთ, რომ პირველი ის გამოვტოვოთ სვლადი პირველ სახელი იმისიც არის და მეორედან რო დავიწყოთ იმის გამოტანა სახელის და დანარჩენი რაღაცეების. ეგ შესაძლებელია? მოიცა რას ამბობ? ანუ აი სუპირველი რაც წერია ის ჯონის მონაცემები რო გამოვტოვოთ და პირდაპირ მეორედან რო დაიწყოს. ჯონის მონაცემები რო გამოვტოვოთ? ხო, ნუ მას ხო წერია, ინდექსმენტიან მოსს დაუწერთ და წესით გამოიტოვებთ. ეგრეთ შეგვიძლია ზუსტად. ანუ ინდექსი შემოვიტანოთ, ახლა გიორგიმ სწორი თქვა. მიხდი ნიკოლას თუ განახო? მაჩვენ თომა. ხო, აი, იდეაში ჩვენ შეგვიძლია ორი მეთოდით გავაკეთოთ. ან თუ გჭირდება რომ რომელიმე კონკრეტული როგორ თქვა კონკრეტული მაგალითად სახელის მქონე ადამიანი გამოვტოვოთ, მაშინ შეგვიძლია კონკრეტულად სახელიდან გამომდინარე გავაკეთოთ, მაგრამ თუ კონკრეტული რიცხვიდან გამომდინარე, ანუ პირველი თუ არ გჭირდება. მაგალითად ეხლა შენ რომელი გინდა რომ განახო, აი სახელიდან გამომდინარე ამოვაგდოთ რომელიმე თუ უბრალოდ რომელიმე ამოვაგდოთ. პირველი სახელიდან გამომდინარე თუ ინდექსიდან გამომდინარე, აი მაგალითად მეორე ამოვაგდოთ თუ მაგალითად კონკრეტული ადამიანი რომელსაც ქვია ჯეკი მაგალითად. ხო, მაგალითად ეგრე. ჯეკით ხო, სახელით. ხო. მე დავწერ ეს რაღაცას. If user წერტილი name არ უდრის ჯეკს ამ შემთხვევაში გამომიტანა ეს მნიშვნელობა. და ნახე, ყველა გამოგვიტანა ჯეკის გარდა. ნახე, აი აქ ეს დავწერე, if შემოწმება დავწერა, რომ თუ მომხმარებლის სახელი არ არის ჯეკი, ამ შედარების ოპერატორი, ოღონდ სახლის ნიშანი რო დაუწერე, უთხარ რომ თუ არ არის. უდრის რომ დავწერე, ახლა მარტო ჯეკს გამოიტანდა. მაგრამ თუ ეტყვი სახლის ნიშანს თუ დაუწერ, ანუ ეტყვი რომ თუ არ არის ჯეკი სახელი, მაშინ გამომიტანა. და ამ შემთხვევაში უკვე ეს რაღაცას ვიღებთ. ხო, ინდექსიდან გამომდინარეც, აი გიორგიმ როგორც თქვა, ესე შეგვიძლია გავაკეთოთ. მოდი ჯერჯერობით აი ამას გავშლი. ხო, ინდექსიდან როგორ იქნება? ესე, ანუ შემოვიტანთ user-თან index ახლა მეორე პარამეტრის სახით და ვეტყვით if index მეტია 0-ზე. აქ ნუ იდეაში ფიგურული ფრჩხილები აქ აღარაა სავალდებულო, მაგრამ მაინც ჩავსვათ ფიგურულ ფრჩხილებში. ინდექსი მეტია 0-ზე, ანუ პირველი ინდექსი ხომ რეალურად ჯონს აქვს. ამიტომაც უთხარით რომ 0-ზე მეტი თუ აინდექსი. ამ შემთხვევაში გამომიტანა. მომხმარებლები და ნუ პირველს გამოტოვებს და შემდეგ უკვე გამოვა მომხმარებლები.
მივხვდით for each-ი რას აკეთებს? რა? მე მგონი ნუ და- გასაგებია. იდეაში ეს ჩანაწერზე კიდევ ერთხელ ნახეთ, აუცილებლად გადახედით თვალი, თქვენითაც ეს ყველაფერი, რაც მე ახლა დავწერე. თქვენითაც აუცილებლად გადაწერეთ, ხელით მოცადეთ, ანუ ეს ყველაფერი. რაღაც მნიშვნელობები შეგიძლიათ შეუცვალოთ, რაღაც თქვენი დაამატოთ, გამოვაკლოთ და ასე შემდეგ და ივარჯიშეთ ამაზე. ანუ შეეცადეთ, რომ იგივე და გადაიწეროთ, რაც მე დავწერე, ოღონდ თან გზაში აანალიზოთ, რა რას აკეთებს. და აუცილებლად მიხვდებით უფრო კარგად. შეიძლება ესე ცოტა რთულად ჟღერდეს, მაგრამ ფული დასანახი იყოს, მაგრამ როცა წერ შენც ყველაფერს და შენი ხელით დაწერ, მერე უკვე ყველაფერი უფრო კარგად ჩანს და უფრო ადვილად მისახვედრია ეს ყველაფერი. კარგი, მოდი ახლა for each განვიხილეთ. და მოდით ახლა ესეთი რაღაცა ნახოთ, როგორიც არის map. map for each-ის მსგავსად იგივე მოქმედებას ასრულებს. მაგრამ არის მან ნიუანსები. მაგალითად, ახლა მე ისევე users მივმართავ. დავწერ წერტილს და maps. maps for each-ის მსგავსად შეიძლება იღებს callback ფუნქციას, ანუ მაგალითად ახლა მე გადავცემ ისევე users აქ პარამეტრის სახით და კონსოლში გამოვიტან users. და ვნახოთ რა იქნება. ანუ ნახეთ, ისევე იგივე რაღაც მივიღე. მოდი აი კონსოლში მე ახლა for each-ში რაც ეწერა, იგივეს გადმოვიტან map-ში. დავონდეს ფრჩილები მოვაშოროთ. და ნახეთ, იგივე ზუსტად იგივე შედეგი მივიღეთ, რა შედეგიც იყო. მოვწევთ ამ შორს. ზუსტად იგივე შედეგი მივიღეთ, რა შედეგიც გქონდა for each-ში. მაგრამ რა განსხვავება არის რეალურად for each და maps შორის? მაგალითად, ახლა მე ქვემოთ გავაკეთებ კიდევ ერთ for each users წერტილი for each users. ამასაც პარამეტრის სახით გადავცემ users. arrow function-ი და მე ახლა ეს რაღაცას გავაკეთებ. ახლა ვეტყვი რომ დამილოგე პირობითად users salaries დამატებული, ან ყველას გაუზარდოთ ხელფასი 200-ით. users for გამომრჩა. ნახეთ და კონსოლში გამოვიტანეთ ახლა ესეთი რაღაც. 900, 1000, 1500 და 1000. ხო? ნუ ახლა ეს მე უბრალოდ ახლა ისე გავაკეთე, რომ კონსოლში გამომეყვანა, მაგრამ მე for each და აი ამ მოქმედებას რომ ყველას ხელფასი გაუზარდო და ეს დავამახსოვრო, არ შემიძლია. for each უბრალოდ ერთხელ მოქმედებას გააკეთებ, ერთხელ შესრულდება მოქმედება და всё, მორჩა. იმან ერთხელ უნდა გააკეთოს რაღაც. და მან დამთავრდება ამის მოქმედება. მაგრამ map-ის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ეს თვითონ მოქმედება შევინახოთ მაგალითად რამე ცვლადში. Let new array of users. მომხმარებლების ახალი მასივი. დავარქვი ცვლადს და ამ ცვლადში შევიტანე აი ეს მოქმედება users-ის დამაპყრობა. და ნახეთ რას ვეტყვი, დამიბრუნე მასივი, ანუ წერან return-ი ხო განვიხილეთ, რას აკეთებდა. თუ მე რამე მოქმედებას return-ს დავუწე, რამე ფუნქციას return-ს დავუწე, ეს მნიშვნელობა იქნება შენახული ამ მოქმედებაში. და ეხლა ნახეთ რას ვიზავ, user წერტილის salaries მიმატებული მაგალითად 1000.
მე თუ კონსოლში new array of users გამოვიყვან ჩვენ იდეაში მთლიანად ეს მივიღეთ ახლა მარტო ხელფასები მივიღეთ იმიტომ რომ მარტო ეს დავარეთარნე მაგრამ ნახეთ რას გავაკეთებ აქ გამოვიყვან ჯერ პირველ რიგში ეცადეთ აქ როგორ ვქნათ ახლა ისინი რომ გავაზარდოთ და იმას არ შევარ აი ეს return-ი რო არ გამოვიყენოთ საერთოდ ხო შეიძლება ეგეც. როგორ? ანუ return-ი რო არ გამოვიყენოთ თქო. return-ი? return-ი რო არ გამოვიყენოთ, ჩვენ აი ამ ცვლადში მნიშვნელობას ვერ შევინახავთ. აქ ნახეთ რაც გავაკეთებ let მაგალითად a შევქმნით, სადაც users შევინახავ users არა მაინც ესე არა ეცონიც აქ როგორ გავაკეთეთ user წერტილი salary დავუმატებთ 1000 და მე დავუბრუნებთ x მაგრამ იგივეს მივიღებთ ამ შემთხვევაშიც ანუ იდეაში ესე გვიბრუნდება Tamam. return. იზრდებათ ესე ამას არ ვინახავთ a პლუს უდრის გავუწეროთ. ხო. აი ამ შემთხვევაში ნახეთ რა გავაკეთე. მე ვუთხარი რომ users I am users ყველა მომხმარებელს ყველა მომხმარებლის ხელფას დავუმატე 1000 და შემდეგ დამიბრუნე უკვე ეს განახლებული user და ჩვენ როდესაც კონსოლში გამოგვაქვს ეს ცვლადი ნახეთ ეს ცვლადი უკვე არის ახალი მასივი რომელშიც ვინახავთ ახალ მნიშვნელობებს სადაც ყველას აქვს გაზრდილი ხელფასი. ხო ეს ცოტა რთულ მაგალითზე განახეთ, მე ახლა უცბად უბრალოდ რიცხვების მაგალითზე უფრო კარგად განახებთ და თქვენც უფრო კარგად მიხვდებით. რას გულისხმობ აი აქ. ახლა გავაკეთებ ახლა let arrays რომელსაც იქნება რაღაც რიცხვები ისევე, ხო? მოდი ისევე მე 5-ით გავუშვი ყოველდღე. და ესეთი რაღაც გავაკეთე. ჯერ for each. დადოთ array for each. და აქ მინდა nami რომ აი მაგალითად დაუწერ returns და nami გამრავლე 2-ზე. აქ ამ ყველაფერს შევქმნი შევიტან ცვლადში, მაგალითად a ცვლადი მექნება, რომელშიც ვეტყვი რომ მასივის ყველა ნამბერი, ყველა რიცხვი გამრავლე 2-ზე და ეს დამირეთარნე. ანუ a ცვლადში მინდა ამის შენახვა. მე რომ კონსოლში გამოვიტანო a. ნახეთ რა მოხდება, მივიღებ undefined. იმიტომ რომ for each returns ვერ კითხულობს. მაგრამ map-ი წაიკითხავს ყველა რიცხვს გაამრავლებს 2-ზე და აი ამ ცვლადში შეიტანს ამ შეცვლილი ცვლადის მნიშვნელობებს. ანუ მე ეხლა მაქვს ორი მასივი. ერთი თავიდან საწყისი მასივი, რომელიც შედგებოდა ჩვეულებრივი რიცხვებისგან და ეხლა მაქვს ახალი მასივი, რომელიც მაქვს ცვლად a-ში, რომელშიც არის მასივი, რომელშიც ყველა ელემენტი არის გამრავლებული 2-ზე. ნუ ეს ეხლა იდეაში
კონკრეტული სიტუაცია არ ამგონია სადმე შეგხვდით, მაგრამ ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ მაპი რაღაცას არ ეთარნებს, ანუ აბრუნებს რაღაცას და ჩვენ შეგვიძლია ამ მაპის საშუალებით შევქმნათ შეცვლილი მასივი. შევცვალოთ მასივი და შემდეგ ეს შეცვლილი მასივი გამოვიყენოთ დანიშნულების მიხედვით. For each-ი იქვე აკეთებს მოქმედებას, ანუ იქვე შეასრულებს რაღაც მოქმედებას და всё. გამომორჩება for each-ი და რაც საჭირო იყო გააკეთა. მაგრამ მაპის საშუალებით უკვე ახალი მასივი შეგვიძლია შევქმნათ, რომელშიც უკვე სხვადასხვა რაღაც მოქმედებები გავაკეთოთ. მივხვდით მაპის მოქმედება ასე. ანუ ეხმარება დაკავშირებაში ხო? რის დაკავშირებაში ვერ მივხვდი ეს გულისხმობ. ანუ ეს ხო ვერ ინახავს for each-ი და ანუ ეს ინახავს იმას. ბატონო, ანუ ეს უკვე მაპის საშუალებით ახალ მასივს ვქმნით, რომელ ახალ მასივშიც უკვე შეცვლილ მნიშვნელობებს ვინახავთ. For each-ი რაღაცა იმ მასივს რაღაცა ერთ სიტუაციაში გამოვიყენებს და მორჩა. მაგრამ მაპის საშუალებით ახალი მასივი შევქმნით, შევცვალეთ და გამოვიყენეთ. ხო, ეს არის მაპი. იდეაში ამას პრაქტიკაში რომ გამოვიყენებთ, უფრო კარგად მიხვდებით, ეხლა უბრალოდ მინდა რომ კარგად იცოდეთ რას აკეთებს და აი ეს ნიუანსები. ზოგადად. და კიდევ ერთი რაღაც მინდა განახტო, აი ამ მასივს წამოვიღებ მე. გამოთ. ეს მასივი კიდე დაგჭირდა. და მოდი ვნახოთ კიდევ ერთ-ერთი ფუნქცია, მაღალი რანგის ასე ვთქვათ, რომელიც ფილტრავს მასივს. ანუ მასივში ახდენს ფილტრაციას. მე შევქმნი რამე სხვაც, მაგალითად let a, რომელიც იქნება ნახეთ arrays მივმართავ და გამოვიყენებ ესეთ მეთოდს, ესეთ ფუნქციას, რომელიც არის ფილტერი. ფილტერსაც ანალოგიურად როგორც mapსაც და for each-საც გადაეცემა 3 პარამეტრი, ანუ პირველი value, ანუ მასივის სათავო ელემენტი, მეორე ინდექსი და მესამე თვითონ მთლიანად მასივი. აქ ისევე ავიღებ პირველი პარამეტრის სახით როგორც nums, გავაკეთებ arrow functions, ანუ ისრით ფუნქციას და ფილტერმა აუცილებლად უნდა დაარეთარნოს რამე მნიშვნელობა. ნახეთ, მე ვეთყვი, რომ დამირეთარნე ის მნიშვნელობები, რომლებშიც ნამი მეტი იქნება მაგალითად 15-ზე. და ეხლა მოდი გადმოვიდეთ, console log-ი გავხსნათ და დავლოგოთ a. და ნახეთ რა მივიღე კონსოლში, მივიღე აქაც ახალი მასივი a-ის სახით, ანუ a ცვლადის სახით, რომელშიც მე ვინახავ ისევ შეცვლილ ცვლადს, ოღონდ გაფილტრული მნიშვნელობებით. ანუ ამ მასივიდან ამოვიღეთ ყველა რიცხვი, რომელიც არის 15-ზე მეტი, ანუ ეუბნები ნამი დამიბრუნე ის მნიშვნელობები, რომელშიც ნამი მეტი იქნება, ანუ ნამი მასივის სათითაო ელემენტი. იქნება 15-ზე მეტი. და აქედან გამომდინარე კონსოლში ვიღებთ აი ამ მნიშვნელობებს, ვაიმე რატო დაიხურა. აი ამ მნიშვნელობებს ვიღებთ ზუსტად კონსოლში. შეგვიძლია უთხრათ ის მნიშვნელობები, რომლებიც მაგალითად 16-ზე ნაკლებია. და ასევე მოდი ფილტერ მეთოდი გამოვიყენოთ აი ამ შემთხვევაში, აი ეს
მასივი რო გვაქვს მომხმარებლების. მოდი აბა თქვენ მითხარით, მე მინდა რომ ამოვიღო ყველა ის მომხმარებელი, რომელსაც აქვს 1000 მაგალითად დოლარზე მეტი ხელფასი. ის მომხმარებლები. აი რა უნდა დავწერო და როგორ უნდა დავწერო? ანუ ის users წერტილი ფილტრი ფილტერ, გავხსნათ ფრჩხილები. მან user წერტილი salary და ესა ჯერ callback ფუნქცია უნდა გავაკეთოთ აქ. ეგ გამოგრჩა. აქ პირდაპირ ვერ დავწერთ რა. ჯერ პირველ რიგში user-ი უნდა ანუ რამე ან შეგვიძლია დავარქვათ. მაგრამ ჯობია რომ აქ users-ი რომ არის, აი აქ უბრალოდ ხოლმე user-ი ავიღოთ რა. ეგრე უფრო გაგვიადვილდება და ეგრე უფრო კარგად გასაგები იქნება რაზე ვმუშაობ. ანუ პირველი პარამეტრის სახით გადავცემ users და აი აქ რა დავწერო. ნიკა. მაშინ აი აქ ანუ კონსოლოგისა არა კონსოლო გარდა. რა უნდა ვქნათ აქ? ხვები აბა, რა აქტიურდით. აი მაგალითად სალომედინო salary მეტი 1000. მართალი ხარ აბა? სალომედანინოთ თუ იტყვიან მაგალითად. ნენო რას ფიქრობ აბა აქ შენ? salary ნაწლები 1000-ზე? აი აქ თვითონ აი თანმიმდევრობით მითხარი რა უნდა დავწერო. პირველ რიგში უნდა დაგვაუწყდეს return. იმიტომ რომ რაღაც მნიშვნელობა ხო უნდა დაგვიბრუნდეს, რომ მივიღოთ ეს მნიშვნელობა. და ახლა უნდა უთხრათ პირობა. ანუ მე უნდა დავიბრუნდეს ის მნიშვნელობები, რომლებიც user salary-ში, ანუ ყველა მომხმარებლის ხელფასში შევამოწმებთ, რომლებიც იქნებიან 1000-ზე მეტის. მაგრამ აი აქ გამოგრჩა ერთი რაღაც. რა გამოგრჩა? ეს ახლა როგორ შევამოწმოთ? გაფილტრული მასივი კონსოლში როგორ გამოვიტანოთ? თუ როგორ როგორ? swatch-ი შევინახოთ რა. ვერ გავიგე გიორგი. swatch-ი შევინახოთ, რამე კი ბატონო, swatch-ი უნდა შევინახოთ. ანუ მაგალითად let filtered users უდრის და ეს swatch-ი რადგან შევინახეთ, უკვე შეგვიძლია console log-ი ჩავწეროთ და filtered users. ეს გამოვიტანოთ, სადაც მივიღებთ ყველა იმ მომხმარებელს, რომელსაც 1000-ზე მეტი აქვს ხელფასი. ანუ dance. ვნახოთ. და კი ბატონო, აი გამოგვივიდა dance. აქ რო ჩავწეროთ, მაგალითად 850-ზე მეტი ვის აქვს ხელფასი. მივიღებთ dance და checks. შენ წაიშალო. მივიღეთ check-ი, რომელსაც ხელფასი აქვს 900 და მივიღეთ dance, რომელსაც ხელფასი აქვს 1300. აი ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ უკვე ფილტრაციას. ფილტრაციასთან ხო არ გაქვთ რამე კითხვა? ფილტრაციაზე არა, მაგრამ ანუ ეს return იგივე, ანუ პლუს
false-ი და ტოლობის ნიშანი არის, რომ შევინახოთ მიღებული ისა? მაგაში ხო. ვიყენებ? კი ბატონო, ანუ იგივე ანუ უბრალოდ ფუნქციაში ახლა ვერ დავწერთ, ანუ როგორ უნდა იყოს, ხო? აი მაგალითად მინდა რომ ფუნქციას რა მნიშვნელობა მივანიჭო. ხო, რა უნდა გავაკეთო? უნდა დავწერო return და უთხრა რომ აი აქ მინდა შევინახოთ. ჩვენ კიდე ცვლადი გვაქვს ახლა იდეაში, რომელშიც ვინახავთ ამ მნიშვნელობებს. ეხა user-ი რო დავულებოთ, იგივე არ იქნება. user-ი? კი, user-ი არ შეცვლილა. user-ს არაფერი არ მოვიდა რეალურად. არა, არ შეცვლილა თუ შეიცვალა. ეხლა რო გავფილტრეთ აქ? არა, არ შეიცვლებოდა, შანსი არა. მაინც ყველას მივიდეთ. ჩვენ აი აქ ფილტრაცია რო გვაქვს, ეხლა ზუსტად აი აქ returns იმიტომ ვიყენებთ, რომ ახალი მასივი გავაკეთოთ, სადაც უკვე შეცვლილ მნიშვნელობებს მივიღებთ. და ეს რჩება რეალურად ხელუხლებელი. ანუ ეს მნიშვნელობები გადაგვაქვს ჩვენ აი ამ ცვლადში, ოღონდ გაფილტრული მნიშვნელობებით. ორი user-ი ისევე იგივე დარჩება. და არაფერი და ეს და დავუშვათ return-ის ანუ იმ ჭხილების და return-ის გარშე რო დავწეროთ იგივეც ზუსტად user-ი არ შეიცვლება არასდროს? ამის გარეშე? თუ როგორ თქვი? არა, უბრალოდ მე რატომაც მახსოვდა, რომ filter მეთოდი ცვლიდა პირველამდელ იმასაც, array-საც. არა. მაგას ვერ შეგვიცვლის. ეგ მოიცა რა შემთხვევაში შეგვიძლია რომ შევცვალოთ. არა, ფილტრით ვერ ვიზავთ. არ გამოგვივა არანაირად. ოკეი. აქ რამე სხვა კითხვა ხო არ გაქვთ? გით, მაშინ იდეაში ესეთი საინტერესო რაღაც მინდა განახოთ, ძალიან მარტივი და ძალიან საჭირო ლოგიკური ოპერატორები, რომლებიც არიან და ან. ერთად ჩვენ თუ ვიცით ლოგიკური ოპერატორები. გონი ვიცით ხო? როგორ? არა, ანუ აი ამას გულისხმობ. ეგენი არ ვიცით. არ მეცნობა. არა, ეგენი არ ვიცით. არა. არგით, მოდი განვიხილოთ და ან ლოგიკური ოპერატორები. რას აკეთებენ ეს ლოგიკური ოპერატორები? ეხლა ჩვენ რომ ჩავწეროთ რაღაც მნიშვნელობები. true და false. ჩვენ ამ პირობებიდან შეგვიძლია რომ ამ ოპერატორებს ან true დავაბრუნებინოთ, ან false, ან ან იდეაში ან true დავაბრუნებინოთ, ან false. და როგორ მუშაობენ, მოდი პრაქტიკაზე ვნახოთ. აი მაგალითად მე მიწერია ეხლა true. ნახეთ, ორი enდის ნიშანი და false. მოდი ამას სვლადში შევინახო მე let a და აი ამ ჩანაწერს გავაკეთებ. მე როდესაც end ოპერატორი მიწერია, ანუ და ოპერატორი, ეს და მარცხენა და მარჯვენას შეადარებს ერთმანეთს და დამიბრუნებს პირველ false. ანუ true არის true და არის false. მე თუ ეხლა კონსოლში a-ს დავლოგავ, კონსოლში დამელოგება false. მე რომ აი აქ, მოდი ამას დავაკომენტარებ. დავწერო 1-იანი და 0-იანი. თქვენი აზრით რა დამელოგება?
იანი? როგორ? 0? 0 დაბრუნდება და რატო? აკეთე. რა ვთქვი ეს ოპერატორი რას აბრუნებს? False. False. ერთიანი true-ა, ნულიანი false-ია. ამიტომაც აუცილებლად დაგვიბრუნდება ნულიანი. ეხლა ამათ ადგილები რომ შევუძღოთ, მაინც ნულიანი დაგვიბრუნდება. ეხლა მოდი მე გავაკეთებ ეს რაღაცას. 1 მოდი ჯერ ეს დაკომენტარებას. ვიზა? თუ, ნახეთ, გავაგრძელებ ახლა მე. შემიძლია რომ გავაგრძელო. აი, მაგალითად, ცარიელი ბჭყალები, როგორც ვიცით, false არის ასე. კონსოლ ლოგს რო კომენტარები მოხსნა, რა დამბრუნდება? false. False. ანუ ეს. ეხლა ნახეთ, მე ვთქვი, რომ აი ეს ოპერატორი აბრუნებს პირველ false elements. თუ false ვერ ნახა, ამ შემთხვევაში დაგვიბრუნებს true-ს. ოღონდ ბოლო true-ს. ეხლა ვნახოთ, აი ამ ორში ორივე true-ა თუ ორივე false-ია თუ როგორ არის? თუ ერთი true-ა თუ ერთი false. ანუ ეს ნიშნები true და false ეძებს? ხო. ანუ პირობა true-ა თუ false. True არის ერთი პირველი პირობა? ხო, აი ეს პირველი შედარება. True-ა, ხო? ორივე არის true. ერთიანი true-ა, ერთიანი true-ა, ხო? ლოგიკური. ამიტომ true. ნუ ეგრე არის და ერთიანი არის ზოგადად true. როგორ? ანუ ერთ მხარეზე ანუ ორივე მხარეზე ერთი ნიშნულობა წერია თუ? არა, ზოგადად რა, ერთიანი true არის. ორიანიც true არის, ნულიანზე მაღალი ყველა რიცხვი true არის, ნულიანი false. მოდი აი ორიანი. როცა რამე მნიშვნელობა აქცვაც, მაგის ბულიანი არის true ყველა ვარიანტში რა. კი ბატონო. ეხლა მე ამ ორიდან რომელი დამებრუნდება? ჯერ აი აქეთას თავი დაანებთ. ორიანი არა? მე ორიანი, რატო? false-ია და არა? არა, ორიანი false არა, ყველა რიცხვი ნულის მაღლა true. მაგრამ ბოლო true ნიშნულობა და კი ბატონო, ანუ თუ ამ ოპერატორმა false ვერ იპოვა, ვერც მარცხნივ და ვერც მარჯვნივ, ანუ ეს ელემენტი ამას ცოტა გავწევ. ხო, მარცხენა და მარჯვენა ელემენტს ადარებს ერთმანეთს. თუ false ვერ ნახა, მაშინ დააბრუნებს ბოლო, ანუ მარჯვენა ელემენტს. ანუ ამ ორიდან ჩვენ რას დავიბრუნებთ? ორს, ხო? ორს. ანუ აქ ამათ მაგივრად მოდი ჩავწეროთ ორიანი, რადგან აქ ორიანი დაგვიბრუნდა. ეხლა მოდი დავუბრუნდეთ აქ და ვნახოთ. ეხლა უკვე აქ შევადარებთ ორიანს და true-ს, რადგან იმ ორმა ჩვენ დაგვიბრუნა ორიანი. ხო? ანუ იმ ორი ჯამი ჩავთვალეთ, რომ მივიღეთ 2. ეხლა გვაქვს ორიანი და true. აქ რომელი დაგვიბრუნდება? აქ true იქნება მაშინ. კი ბატონო, აქ დაგვიბრუნდება true, იმიტომ რომ ორივე true ელემენტია, რადგან false ვერ იპოვა, დაგვიბრუნა ბოლო true ელემენტი. და ანუ აი აქ ჩაიწერება true. ეხლა ნახეთ, შედარდება true და false. რომელი დაგვიბრუნდება აქედან? false გამოვიტანს. კი ბატონო, false, აი აქ ჩაიწერება false და რადგან
ეს endები ეძებენ პირველ false ელემენტებს, დანარჩენი რა false-იც არ უნდა შეხვდეს, ყოველთვის აი ამ false გაამართლებს რა, ყოველთვის ეს false იქნება მართალი. ასე ვთქვათ რა, ანუ ამ false გაიტანს ბოლომდე. ანუ აქ ეხლა ნულიანი რადგან მარჯვნივა, ეს ნულიანი აღარ აინტერესებს. პირველი false ელემენტს გამოწეს, ანუ მარცხენას. ანუ აქ ეს ჩაიწერება. ანუ false სიტყვიერად რო წერია, ესე იგი false-ია? ხო. ანუ ნულიანი რო ყოფილიყო, იგივე false იქნება. ხო. ანუ აქაც ახლა შედარდა, okay, false-ია, აქაც შედარდა, ანუ ორივე false-ია და პირველი false იქნება და საერთო ჯამში ვიღებთ false. მოდი ახლა მე ამ ყველაფერს წაშლის და ვაბრუნებ და კონსოლში გამოვიტანოთ ახლა ეს დაბრუნებული მნიშვნელობა და ვნახოთ, რომ კონსოლში რეალურად მივიღეთ false. ეს რა შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ? მაგალითად. მე ვეტყვი, რომ users number. მე ვეტყვი, რომ მომხმარებელმა ჩაიფიქრა რაღაც რიცხვი, მაგალითად 25. და ეხლა ესეთ შემოწმებას გავაკეთებ მე. რომ მომხმარებლის ჩაფიქრებული რიცხვი თუ არის 10-ზე მეტი users number თუ არის 10-ზე მეტი მაშინ log ну окей, რადგან აღემატება users number-ი, მივიღებთ რა თქმა უნდა კონსოლში აი ამ console logs. ну თუ არ აღემატება ვერ მივიღებთ. მაგრამ ეხლა მინდა თან შევამოწმო. მომხმარებლის რიცხვი აღემატება 10, მაგრამ თუ არის 40-ზე ნაკლები. როგორ შევამოწმო ეს? აი ამ ოპერატორების საშუალებით. აუ როგორ იკითხეთ და დაიკითხე თუ ან თუ როგორ? კითხვა ვერ გაიგე? ხო. ანუ უყურე, მე მინდა რომ შევამოწმო რომ ეს რიცხვი აღემატებოდეს 10, მომხმარებლის რიცხვი და იყოს 40-ზე ნაკლები და მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვიტანოთ აი ეს კონსოლში. და აი აქ მოდი ორია დავწერო. endy წერან როგორც წერდი 2 endy და users number-ი ნაკლებია 40-ზე, თუ მეტი 40-ზე არ მახსოვს. კი ბატონო. ანუ ნახეთ, აი აქ უთხარით, რომ მომხმარებლის რიცხვი თუ აღემატება 10 და მომხმარებლის რიცხვი users number-ი თუ არის ნაკლები 40-ზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიდეს. ნახეთ, მე რო 9 დავწერო, კონსოლში არაფერი გამოგვივა. ან მოდი else-ი გავაკეთოთ და console log არასწორია დავწეროთ. არასწორია. მივიღეთ არასწორია. იმიტომ რომ ამ პირობებს არ შეესაბამება. მოდი დავწეროთ 25. ორია. მოდი დავწეროთ 42. არასწორი. ანუ აქ რა ხდება ახლა? მოდი ეს ჩანაწერი ქვემოთ დავწეროთ და ამან თვალი რო არა გვიჭრას. და ისე შევამოწმოთ. მომხმარებლის რიცხვი არის 42 და ეხლა რას ვაკეთებთ? პირველ შემთხვევაში აი ამ ოპერატორმა რა დაგვიბრუნა? true to false. users number-ი არის 10-ზე მეტი? კი. ამან დაგვიბრუნა true. True. ხო? users number-ი არის 40-ზე ნაკლები. არა. არა. ამიტომაც ეს ოპერატორი რომელს დააბრუნებს, აქეთა true-ს, აი აქეთა true-ს. თუ
თუ აი აქეთა false. false End და ოპერატორი. აბრუნებს. კი ბატონო, end ოპერატორი აბრუნებს false. შესაბამისად დააბრუნებს აი ამ ნიშნულობას. ანუ აი აქ სად არის? აი აქ საბოლოო ჯამში რა ჩაიწერება if შემოწმებაში. რა სწორია. ხო, ანუ მაგას არ ვკითხულობ, კონსოლში რა False. ჩაიწერება, მაგრამ კი ბატონო, false. რადგან ჩვენ აი ეს მნიშვნელობა, აი ეს მეორე რომ დავლოგოთ კონსოლში, აი ეს რო ავიღოთ და დავლოგოთ. ნახეთ, აუცილებლად მივიღებთ false. შესაბამისად, აი აქ თლიანში ჩაიწერება false. ეხლა მე რომ დავწერო, აი აქ users number-ი პირობითად რო გავხადოთ 11. აქ რას არა 11 კი არა 9 რო ჩავწერო აქ რას მივიღებთ ეს false იქნება პირველი. ეს false იქნება ეს true ანუ საბოლოო ჯამში აი აქ რა ჩაიწერება ამ ორის მაგივრად true. ანუ შესაბამისად აი აქ true თუ ჩაიწერება if-ში შესრულდება console log story მიხდით ხო იდეაში არაფერი როგორ false ჩაიწერებოდა true რატო ჩაიწერა იმაზე იმიტომ რომ სწორი იყო მეორე. ეგან 11 წარმოვიდგინე ხო ანუ აი აქ კი ბატონო აქ false არის ანუ users number-ი ხო არ აღემატება წეგან 11 რო ჩავწერებ თან მაგაზე წავედი მე და აქ რა თქმა უნდა ჩაიწერება false იმიტომ რომ users number-ი არ არის 10-ზე მეტი 9-ზე მეტი არ არის ამიტომაც false-ია შესაბამისად აი ამ ორის ადგილას ისე false ჩაიწერება true იქნება 12-ის შემთხვევაში მაგალითად იმიტომ რომ აქაც აი ეს მათემატიკური შედარება დაგვიბრუნებს 12 და ეს შედარებაც დაგვიბრუნებს უბრალოდ 12 კი არა ეს შედარება დაგვიბრუნებს true-ს ეს შედარება დაგვიბრუნებს true-ს რადგან ორივე false-ია დაგვიბრუნდება ბოლო true ანუ აი ეს true ნუ აქ აღარ აქვს მნიშვნელობა რადგან ერთ-ერთი true მაინც დაბრუნდა ეს ამისად აი აქ პირობა ორივე true იქნება და დაგვიბრუნდება საერთო ჯამში true ანუ ამ ორი დასნიშნულობას აქვს რომ იქ ანუ როგორც გამოიყენება როგორც ზარო ორი პირობა რო ჩაწერო და ეს თვისება აქვს კიდე ხო? ხო ანუ იდეაში ანუ იცი როგორ სიტუაციაში ვიყენებთ აი გვინდა შევამოწმოთ რა აი მომხმარებლის ხელფასი თუ აღემატება მაგალითად 500 ლარს და მომხმარებლის ასაკი თუ აღემატება 20 წელს და მომხმარებლის მაგალითად სტატუსი თუ არის ამაზე მაღალი და კიდევ რაღაცა თუ ყველაფერი შეესაბამება ამას ამ შემთხვევაში საერთო ჯამში მივიღებთ true-ს და მაგალითად მიიღებს რამე წვდომას მაგრამ ერთი მაინც იმ პირობებიდან თუ დაგვიბრუნებს false всё მაშინ ჩათვალე რომ დაკეტილი აქვს იმიტომ რომ საერთო ჯამში დაგვიბრუნებს false ეს ოპერატორი ვიხდი ხო? კი. ძალიან კარგი. აუ, ერთი კითხვა მაქვს. გისმენ. აი, რაღაცას შეიძლება ძალიან სულელური ის გავაკეთე. პარალელის რა გამახსენეთ, აიცით, აი, სადმე რო შევდივართ საიტზე და დაადასტურეთო რომ რობოტი არ ხართო და აი არჩევას რო ვაკეთებთ რაღაცა ეს მონიშნეს მონიშნე ანუ რაცა გავსია რამე ლოგიკა არის ამასთან თუ ახლა იდეაში ანუ მან იცი როგორ არის დაწერილი მან უკვე წინასწარ არის განსაზღვრული აი მაგალითად 9 ვარიანტი თუ არის არჩევის მაგალითად წინასწარ არის რანდომ განაწილებული მაგალითად ეს მაგალითად პირველი ფოტო აქ უნდა იდიას მეორე ფოტო აქ უნდა იდიას ეგ ნაწილდება რანდომის პრინციპით და რანდომის პრინციპით რადგან განაწილდა მაგ ყველაფერს აქვს რეალურად თავისი რიცხვი მითითებული მიცემული აი მაგალითად ეს მეხუთე ადგილზე რომელი ფოტოც მოხდა შეიძლება პირველი ნომერი იყოს ეგ ფოტო და ასე შემდეგ და ეგ ნომრებით უკვე წინასწარ განსაზღვრული არის რომ მაგალითად პირველი ნომერი მეოთხე ნომერი და მეხუთე ნომერი არის
სწორები და მაგეებს თუ აირჩევს მომხმარებელი, ამ შემთხვევაში მიიღოს რაღაც წვდომა პირობითად. ოკეი, got. ხო, მაგრამ მანდაც შეიძლება აი ეგეთი რაღაცის გაკეთება, სხვათა შორის შეიძლება ჩვეულებრივად აი ამ პრინციპის გამოყენებით. ანუ მომხმარებლის საწერილი რიცხვი თუ იყო მაგალითად 5, 7 და 12 მაგალითად, მიიღოს წვდომა ამ საიტზე. რაღაცაზე. ოკეი. მაგალითად, მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ უცბად. რომ გავაკეთებ რაღაც მასივს, let's a უდრის serial მასივს. და ეხლა ვეტყვი. რომ if a-ს პირველი ელემენტი უდრის მაგალითად 2-ს და a-ს მეორე ელემენტი უდრის მაგალითად 7-ს და a-ს მესამე ელემენტი უდრის 12-ს ამ შემთხვევაში ამოვარდეს ალერთი თქვენ მიიღეთ წვდომა საიტზე. ხო, ანუ ეხლა უკვე ჩვენ გვაქვს, მე ვეუბნები რომ მასივის პირველი ელემენტი თუ არის 2 და მასივის მეორე ელემენტი თუ არის 7 და მასივის მესამე ელემენტი თუ არის 12, ამ შემთხვევაში მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვიდეს ალერთი. მეორე შემთხვევაში else ამოვიღოთ ალერთი თქვენ არ გაქვთ წვდომა ამ საიტზე. საიტზე. ხო, ეხლა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ შევამოწმოთ. ანუ მომხმარებლებს ეხლა პრომპტით ჩავაწერინოთ რიცხვები რა. პრომპტი ჩაწერეთ რიცხვი 0-დან 20-მდე. ეს რა თქმა უნდა დავაკონვერტიროთ number-ად. და ის რა უნდა გავაკეთოთ, ნახეთ. a push რა შვებოდა? ამატებდა შიგნით. ხო, მასივის ბოლოში ელემენტებს, ხო? და ნახეთ ამ ყველაფერს ეხლა. შევიდა ნახ. ვეუბნები რომ a-ში დავფუშავ, აი აქ მიღებულ ოღონდ number დიდია სუთი. მასივში დავფუშავ აქ მიღებულ რიცხვს. ეხლა ნახეთ. მაგალითად დავარეფრეშებ ეხლა საიტს. ეს არ გამოგვიყვება. let a უდრის. a არა. b მაგალითად c და c და d. a push b მაგალითად a push c და a push d. ანუ რაღაც ესეთი ლოგიკა დავწერეთ. მოდი ჯერ გავაოქროთ. ყველაფერი. ეხლა ახეთ, პირველი იყოს 2, მეორე უნდა იყოს 7 და მესამე უნდა იყოს 12 და ვადი ზემოთ უნდა იყოს 2 7 12. თქვენ მიიღეთ წვდომა ამ საიტზე, იმიტომ რომ მასივში შევიდნენ ეს ელემენტები და სამისად აი ამ შემოწმებისგან მიხედვით ჩვენ გავიარეთ ესე ვთქვათ კაპჩა. და ზუსტად აი ამ პრინციპის მიხედვით ახლა მე უბრალოდ აქ რიცხვები ჩავწერე, თორემ რაღაც ფოტო შეიძლება მქონდეს მიღებული რაღაც კონკრეტული ნიშნულობა და აი ამ ნიშნულობებიდან გამომდინარე შემოწმდეს. იდეაში ეგ არის. მეორე ლოგიკურ ოპერატორს დღეს აღარ აგიხსნით, იმიტომ რომ შემდეგ აკვეთილზე რომ ავხსნი, ამასაც გადავიმეორებთ და იმასაც მივამატებთ. თან დღესაც ძალიან ბევრი მასალა დაგროვდა. ამიტომაც
რამე კითხვა ხო არა გაქვთ გავანდელ თემებთან დაკავშირებით? გით მაშინ დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ლექციაზე. დღესაც საშინაო დავალება არ გიქნებათ, მეგობრებო, დღეს ასე ვთქვათ, არაოფიციალური ლექცია გქონდათ. ამიტომაც შემდეგი ლექციიდან უკვე ჩვეულებრივად დავალებებსაც მოგცემთ და ჩვეულებრივად ოფიციალური ლექციები დაგვეწყება. ეციდი ნახვამდის. მადლობა. კარგად.